ქვეყნის პირველი დიპლომატის სახელზე ბრიუსელიდან თბილისში გამოგზავნილი წერილი 8 მოთხოვნას აერთიანებს. ამ მოთხოვნების საპირწონედ კი ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დგას. ფინანსების გამჭირვალობის მიზნითა და LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონების გაუქმება ერთ-ერთი პირობა. ბრიუსელი საქართველოს სავიზო პოლიტიკის შენგენის ზონის პოლიტიკასთან შესაბამისობასაც თხოვს, რაც შესაძლოა მეზობელ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის დაწესების წინაპირობა გახდეს. მოთხოვნათა ჩამონათვალშია საზღვარზე კონტროლის გამკაცრება და პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონის ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან თავსებადობა. უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ და პაკეტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTQ პირების უფლებები. შეესაბამოს საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო ვალდებულების მქონე ქვეყნების სიას, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებისათვის ან არალეგალური მიგრაციის კუთხით საფრთხეს წარმოადგენენ. მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს შესაბამისი რესურსი მათი განხორციელებისათვის და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნას და განაჩენების გამოტანას. შეცვალოს კანონი ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, რათა შესრულდეს ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ბიუროს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების ნაწილში. შეუსაბამოს პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს. გაწერილი მოთხოვნების შესრულების ვადაც განსაზღვრულია 31 აგვისტო. საქართველოს ხელისუფლება წაყენებულ პირობებზე მსჯელობას იწყებს. საბოლოო პოზიციამდე კი უკვე ამბობენ, რომ მათთვის გარკვეული პუნქტები წითელი ხაზია. ასეთია მაგალითად ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნა, რომელიც მათივე განმარტებით სწორედ ქართველი ხალხის დაკვეთით მიიღეს. წითელი ხაზია სავიზო პოლიტიკის საკითხიც. ჩვენ გვეუბნებია, რომ ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელსაც არ აქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ყველასთან უნდა სავიზო რეჟიმი შემოვიღოთ. ჩვენ არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროპასთან, რომ სახმელეთო საზღვარით რამენაირად მოხდეს მათი გადასვლა თუ გადაპარო. მაგრამ გეუბნებია, რომ ჩაკეტე ქვეყანა არ განვითარდე. უვიზო მიმოსვლის შეჩერება საფრთხე არ ემუქრება და კიდევ ერთხელ ეს ჰაერზე მოტანილი სიტყვები არ არის. ჩვენი რწმენა ეფუძნება იმ მათ შორის რეკომენდაციებს, რომელიც და იმ სამუშაო პროცესს, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვქონდა ხოლმე ევროკომისიასთან. ამ წერილს რა თქმა უნდა შევისწავლით, გავაანალიზებთ, ვნახავთ რა შეიძლება გაკეთდეს. ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ ბრიუსელსა და ოფიციალურ თბილისს შორის შეთანხმება ვერ შედგება. წერილის გასაჯაროვებამდე იმასაც ამტკიცებდნენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის ბედი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათავისუფლებაზე იყო დამოკიდებული. თუმცა წერილში ამაზე არაფერი წერია. თუ 31 აგვისტომდე ივანიშვილის რეჟიმი არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ ტყვეებს, არ გაიწვევს დრაკონულ კანონმდებლობას და არ შექმნის ქვეყანაში გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირს მოუწევს მოქმედება. მე დარწმუნებული ვარ, ხუძინა ივანიშვილის რეჟიმი და მის წარმომადგენლები ამ 8 პუნქტს არ შეასრულებენ და სამწუხაროდ მათი პარტიული ინტერესის გამო შეუძლია გადააყოლონ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მიღწევა. მოლოდინი არ მაქვს იმის, რომ ოცნებაში ეხლა ვიღაცას გონება გაუნათდება და საქართველოს და ქართული ხალხის ინტერესებს დააყენებს წინ ვიდრე საკუთარი პირადი ინტერესები. წერილის გამოგზავნამდე ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს. შეთანხმება ვერ შედგა, რის შემდეგაც წერილში ძირითადად ის მოთხოვნები ჩაიწერა, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უვიზო მიმოსვლის შესრულებაზე ევროკავშირის მე-7 ანგარიშში იყო მოცემული, რაც მმართველი გუნდისთვის წინა საარჩევნოდ შანტაჟის პოლიტიკის გააქტიურების მანიშნებელია. არავის აქვს უფლება, რომ მსგავსი საკითხებით შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ
განახორციელოს ან იმოქმედოს. ამიტომ კარგი არის რომ მინისტრთა შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა და როგორც ხედავს ხოლმე ჩვენი საზოგადოება ხშირად ისმის მუქარები, მაგრამ საბოლოო ჯამში სიმართლე იმარჩვევს. ეს წერილი არის მხოლოდ ქართული ხალხისთვის მიცემული ასე ვთქვათ დაშინების წერილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თითქოს მათთვის იმ აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანა, ვისაც ისინი ასე ძალიან გულშემატკივრობენ. მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ ჩვენ დაგვსაჯონ, დაგვასანტაჟონ, დეზინფორმაციის და უსაფუძვლო ბრალდებების ნიაღვარი მოდის ჩვენი მიმართულებით და ეს შანტაჟი გრძელდება. მართველი გუნდი ყველა იმ რეკომენდაციის შესრულებისთვის მზადაა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ უპირისპირდება. სამართლიანი თანამშრომლობის ფარგლებში კი დიალოგისთვის მზაობას კიდევ ერთხელ გამოთქვა.